ხუთი მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიონ გირჩი. პირველი იმის გამო, რაც ჩვენ გვინდა. თუ ვინმე ამირჩევს და ვინმე არ ამირჩევს, ამირჩევს იმის გამო, რომ მე მინდა რომ ადამიანს კონდეს უფლება, ყველაფრის უფლება, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობისა. თუ თქვენს მიგაჩნიათ, რომ ადამიანს არ შეიძლება დაიჭირო, თუ არავის ზიანს არ აყენებს, ადამიანის ქმედებას თუ არ ყავს დაზარალებული, მას არ შეიძლება სანქციები დააკისრო და ამას ხარს უჭერ, მარტო მე ვარ ასეთი. ეს ერთი. მეორე, მარტო მე ვარ და ჩემი პარტია არის ამ ქვეყანაში, რომელსაც ჯერა, რომ თქვენ გეკუთვნით თქვენი სხეული. დანარჩენი ყველა პარტია ფიქრობს, რომ თქვენი სხეული არის საზოგადოებრივი საკუთრება. და მთავრობას როგორც უნდა ისე შეუძლია მოიხმაროს უმრავლესობა თუ ექნება თქვენი სხეულის მოხმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ისეთი სასამართლო სისტემა, რომელიც ჩვენ არ დაგვემთხვევდება. ყველაზე გასაგები გეგმა, როგორ შეიძლება გამდიდრდეს ეს ქვეყანა, მაქვს მე. და ნახე როგორ. ყველა გპირდებათ, რომ მაგალითად ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი ბიზახია რომ მე მინდა პენსია იყოს 1000 ლარი. რო ეკითხები საიდან მოგაქვს 1000 ლარი? ოკეი, მეც მინდა, ბაზარი არ არის. მე რომ მკითხეს შენ ამდენი გინდა, ჩვენ 1000 გვინდა, შენ ამდენი გინდა. მოთხარ მე 10000 მეთქი. ოღონდ ერთი განსხვავება არსებობს რა, როცა ეკითხები რომ საიდან მოგაქვს ეს 1000 ლარი თუ რაღაცა რამე 1500. არავის არ აქვს პასუხი კითხვაზე გარდა ერთისა. ფულს დავბეჭდა. მაგრამ ამას არავინ არ აღიარებს. ეკითხები ფულს დაბეჭდავ? ამას არ გეუბნება, მაგრამ ფულის დაბეჭდის გარეშე ეს როგორ ხდება? ჩვენი გამდიდრება არავინ არ იცის. ჩვენ კიდევ გვაქვს პროგრამა. სადაც ვამბობთ, რომ მთელი საქართველოს ქონების, აი როგორ გითხრა, 80% რო შეხედო, მთელ საქართველოს გადაავლოთ, რუკაზე რო დახედო, გუგლიდან რო დახედო. 80% არის უპატრონო. 20% არის ადამიანების. ღარიბები ვართ იმის გამო, რომ ჩვენი მთელი ქონების 20% გვაქვს გამოყენებული. 80% უპატრონო არის სახელმწიფოს აქ მიგდებული, ხან ვინ ხრავს ამ სახელმწიფო ქონებას, ხან ვის რაღაცა შვება, სანამ მოასწრებს. ანუ აი დახქვეშ მიდის ქვეყნის ქონების ვაჭრობა. ჩვენ გვინდა რომ მთელი ეს ქონება თანაბრად გადავანაწილოთ საქართველოს მოსახლეობას. რაც გამოდის ერთ ოჯახზე დაახლოებით 100,000 დოლარის ქონება სულ მინიმუმ. უცბად. აი უცბად რომ ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენი ქონება თანაბრად ხალხო გადავანაწილოთ ჩვენს მოქალაქეებში. თანაბრად ნიშნავს არა იმას, რომ თანაბრად აზომავ და თანაბრად გადავანაწილებ. არამედ ამისთვის არსებობს მეთოდები, როდესაც ჩვენ ასეთი ტიპის პრივატიზაციას აკეთებ, თანაბრად ურიგებ ადამიანებს, რაღაცა სავაჭრო, საპრივატიზაციო ერთეულს, რომელიც მათ შეუძლიათ ფულზე გაცვალონ. ზოგი ქონებას იყიდის ამით, ზოგი ფულს იშოვის ამით. უცბად წარმოიდგინე, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი საზოგადოება იქნება მოწყობილი ისე, რომ უცბად, აი თითო ოჯახმა 100,000 დოლარი იშოვა. ეს მეოთხე და მეხუთე. მე მინდა რომ ჩვენ მქონდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს ამბიციური. ანუ ჩვენ ვამბობდეთ, რომ ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ გვაქვს სამყაროში ჩვენი პოზიცია. ოღონდ მოვდივარ ჩემი დალაგებული პოზიციით, იმითი რომელიც მე ვიცი შოთა რუსთაველიდან გამომდინარე, მე ვიცი ილია ჭავჭავაძიდან გამომდინარე, მე ვიცი სხვადასხვა ქართველი მოაზროვნეებიდან გამომდინარე, რომელიც მოვიტანე როგორც თავისუფლების იდეა 21 საუკუნემდე.